გამარჯობა. ამ ლექციაში ვისაუბრებ დაპროგრამების ერთ-ერთ მიდგომაზე OOP-ზე, ანუ ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაზე. OOP-ს მიმოხილვის დროს შევეხებით თემებს: კლასი, მეთოდი, ველი, ობიექტი და სხვა. როგორც გახსოვთ, წინა ლექციაზე განვიხილეთ პრიმიტიული ტიპები, მაგალითად ბაიტი, ინტი, ლონგი, ჩარი. ეს ტიპები გვეხმარება სხვადასხვა ინფორმაციის ცვლადებში შენახვაში. თუმცა მაინც არ შეგვიძლია რაიმე ტექსტის ან სტრიქონის შენახვა ცვლადში. თუ შეგვიძლია, მოდი გავიხსენოთ მასივები. მასივები გვეხმარება დავაჯგუფოთ ერთი ტიპის ინფორმაცია და მას მივწვდეთ მარტივად. მაგალითად, მოცემულია მასივი, რომელიც არის int ტიპის, სახელად numbers და მის თითოეულ პოზიციაზე შენახულია სხვადასხვა რიცხვი. მაგალითად, ნულოვან პოზიციაზე არის 2, პირველ პოზიციაზე 5, მეორეზე 1. ანალოგიურად შეგვიძლია გავაკეთოთ სიმბოლოების მასივი, მაგრამ მის წასაკითხად, როგორც წინა ლექციაზე ვნახეთ, დაგვჭირდება რაიმე ციკლით გადარბენა. მაგალითად, შევქმნათ სიმბოლოების მასივი, სახელად name, რომელიც იქნება 4 სიგრძის. მის მენულე პოზიციაზე შევინახოთ სიმბოლო J. მის პირველ პოზიციაზე შევინახოთ სიმბოლო A. მეორეზე V, ხოლო მესამეზე A. ამგვარად ჩვენთვის სასურველი სტრიქონი Java შევინახეთ სიმბოლოების მასივში, სახელად name. მაგრამ როგორც წინა ლექციაზე ვნახეთ, მის წასაკითხად დაგვჭირდება რაიმე ციკლით გადარბენა. მოდი დავწეროთ for loop-ი ამისთვის. ჩვენს მაგალითში მასივის ელემენტებს გადავუდგინეთ for ციკლით და ეკრანზე გამოვიტანეთ print ფუნქციის დახმარებით. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენი პროექტი არის კონსოლის აპლიკაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ მას არ აქვს გრაფიკა. მისი ინტერფეისი კი არის კონსოლი. შესაბამისად, მომხმარებელს მისი მართვა მხოლოდ ტექსტურ რეჟიმში კონსოლიდან შეუძლია. მოგვიანებით ვნახავთ, თუ როგორ შეიძლება პროგრამას კონსოლის დახმარებით გადავცეთ სასურველი ინფორმაცია. კონსოლის გარდა არსებობს სხვადასხვა ტიპის აპლიკაციები, მაგალითად დესკტოპ აპლიკაციები. დესკტოპ აპლიკაციებს აქვს გრაფიკული ინტერფეისი, ასევე სხვადასხვა ღილაკები და ჩასაწერი ველები. დესკტოპ აპლიკაციების მაგალითია Discord-ი, Microsoft Teams-ი და Minecraft-ი, რომელიც სხვათა შორის Java-ზეა დაწერილი. ასევე არსებობს ვებ აპლიკაციები, რომელიც მუშაობს ბრაუზერში და გაშვებულია რაღაც სერვერზე. მობილური აპლიკაციები და enterprise აპლიკაციები, ანუ რაღაც დიდი მასშტაბის ბიზნეს პროგრამები. ჩვენს მაგალითში რაღაც სტრიქონი შევინახეთ სიმბოლოების მასივში, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ გქონდეს ცალკეული მონაცემთა ტიპი სტრიქონებისთვის. და რა თქმა უნდა, ეს გვაქვს Java-ში string-ი. String-ი არაა ჩვენთვის ნაცნობი მონაცემთა ტიპი და ის იქნება პირველი კლასი, რომელსაც ვისწავლით. String-ი არის ქერაქტერების მწკრივი, რომელიც ორმაგ ბრჭყალში იწერება. მოდი გამოვაცხადოთ string ტიპის სვლადი, სახელად name და მასში შევინახოთ მნიშვნელობა cubed. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ, რომ საკვანძო სიტყვა string იწყება დიდი ასოთი, რაც Java-ში კლასებისთვის დამახასიათებელია. ასევე შეგვიძლია ჩვენი სვლადი სახელად name print მეთოდის დახმარებით გამოვიტანოთ კონსოლში. სლაიდზე მოცემულია სხვადასხვა მონაცემთა ტიპები, პრიმიტიული, რომელიც წინა ლექციაზე დავფარეთ, და არაპრიმიტიული, მასივი, სტრინგი, ლისტი, სეტი და ასე შემდეგ. OOP-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იდეაა რეალური ნივთების აღწერა კლასად და შემდეგ ამ კლასის ობიექტებთან მუშაობა. მოდი დავწეროთ ჩვენი პირველი კლასი, სახელად house. როგორც თქვი, კლასში შეგვიძლია გავწეროთ ველები, ანუ ამ ნივთისთვის დამახასიათებელი თვისებები და მეთოდები, ანუ ქცევა. სახლის შემთხვევაში შეგვიძლია დავწეროთ ველად მაგალითად რაღაც address, ანუ მისამართი. ასევე int ტიპის number of rooms და boolean has garage. სახლისთვის დამახასიათებელი ქცევა კი იყოს, მოდი გარაჟის გახსნა და გარაჟის დაკეტვა. void open garage, რომელიც შეამოწმებს სვლად has garage და თუ ის არის true დაბრინდავს opening garage. სხვა შემთხვევაში კი დაბრინდავს no garage door to open. ასევე დავწეროთ მეთოდი გარაჟის დაკეტვისთვის, void close garage, რომელიც ანალოგიურად შეამოწმებს, რომ თუ არსებობს გარაჟი, დავკეტოთ მისი კარი.
სხვა შემთხვევაში კი უბრალოდ არ არსებობს გარაჟი, რომ დავკეტოთ მისი კარი. კლასი არის ერთგვარი blueprint-ი, ანუ მონახაზი. ამ კლასის ობიექტი კი არის კონკრეტული რეალური ნივთი. ჩვენ შემთხვევაში house კლასის მაგალითი რაც დავწერეთ არის blueprint-ი, ხოლო მოგვიანებით რა ობიექტებსაც შევქმნით, იქნება კონკრეტული სახლები. მაგალითად, შეგვიძლია შევქმნათ ობიექტი house my house, რაც მაგალითად ჩემი სახლი იქნება. ობიექტის გამოცხადების დროს კი მნიშვნელოვანია, რომ new keyword-ი გამოყოფს ამ ობიექტისთვის მეხსიერებაში რაღაც კონკრეტულ ადგილს, ხოლო house და ეს ბრგვალი ფრჩხილი იძახებს ამ კლასის კონსტრუქტორს. კონსტრუქტორი არის მეთოდი, რომელსაც არ აქვს return ტიპი და ის გვეხმარება კონკრეტული ობიექტის ველების მნიშვნელობების მინიჭებაში. ნახოთ მაგალითი. ჩვენი house კლასისთვის დავწეროთ კონსტრუქტორი. კონსტრუქტორის სახელი უნდა ემთხვეოდეს კლასის სახელს. მას არგუმენტებად გადაეცემა ის მნიშვნელობები, რომელიც ამ კლასის ველებს მოგვიანებით გაუტოლდება. String my address int number of rooms boolean garage. მოდი ახლა კი გაუტოლოთ არგუმენტებად მიღებული მნიშვნელობები კლასის ველებს. Address უდრის my address, number of rooms და has garage უდრის garage. რადგან ჩვენს მიერ გადაცემული არგუმენტები კონსტრუქტორში ემთხვევა კლასის ველების სახელებს, შეგვიძლია ზუსტად იგივე სახელები გადავცეთ. მაგალითად, my address-ის ნაცვლად გამოვიყენოთ address, number of rooms-ის ნაცვლად გამოვიყენოთ number of rooms და garage-ის ნაცვლად has garage. ამ შემთხვევაში ჯავამ რომ განასხვავოს რომელია კონსტრუქტორის პარამეტრი და რომელია ამ კლასის ველი, შეგვიძლია გამოვიყენოთ this keyword-ი. This address address ახლა კი რადგან კონსტრუქტორი გვაქვს, ჩვენს მიერ შექმნილ სახლის ობიექტში შეგვიძლია გადავცეთ მნიშვნელობები. მაგალითად, ჩემი სახლის მისამართი იყოს qubit 1, number of rooms იყოს 3, has garage იყოს true. მოდი ახლა შევქმნათ კიდევ ერთი სახლის ობიექტი. მაგალითად, house my friend's house. თავშად ისიც ცხოვრობს Qubit Street-ზე, ოღონდ მისი სახლის ნომერია 23. მისი ოთახების რაოდენობა არის 2 და has garage არის false. მოდი ამ ორივე ობიექტზე გამოვიძახოთ open garage მეთოდი. მოდი გავუშვათ ჩვენი პროგრამა და ვნახავთ, რომ my house ობიექტზე დაბრუნდა მნიშვნელობა opening garage, რადგან has garage-ის მნიშვნელობა იყო true, ხოლო my friend's house-ის ობიექტზე მნიშვნელობა დაბრუნდა no garage door to open. მოდი ახლა დებაგით გავუშვათ ჩვენი პროგრამა და დავაკვირდეთ თუ რა მნიშვნელობები ინახება თითოეულ ობიექტში. როგორც ხედავთ, my house ობიექტში ინახება მნიშვნელობები address qubit 1, number of rooms 3, has garage true. მოდი შევამოწმოთ my friend's house-იც. მისი მნიშვნელობებია address qubit 23, number of rooms 2, has garage false. რომ შევაჯამოთ, კლასი არის მეთოდების და ველების სიმრავლე. მოდი დავუბრუნდეთ strings. String-ის შექმნის ერთი გზა უკვე ვნახეთ. მაგრამ არსებობს მეორე გზაც, ანუ string კლასის ობიექტის შექმნა new keyword-ის დახმარებით. მოდი გამოვაცხადოთ რამოდენიმე string-ი. String name 1 უდრის Java-ს, string name 2 უდრის Java-ს, string
იმ3 უდრის new string. ალბათ გაინტერესებთ რა განსხვავებაა string-ის შექმნის ამ ორ გზას შორის. მოდი დავაკვირდეთ ამ დიაგრამას და ვნახავთ, რომ მეხსიერებაში ისინი სხვადასხვანაირად ინახებიან. მეხსიერებაში არსებობს ესეთი უბანი, რომელსაც string pool ეწოდება და როგორც ხედავთ, ჩვენს მიერ გამოცხადებული ცვლადები name1 და name2 string pool-ში ერთი და იგივე ადგილას მიუთითებენ. რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც strings ვქმნით პირველი გზით, Java string pool-ში ეძებს აი ამ მნიშვნელობის მქონე უჯრას და თუ ესეთი მნიშვნელობა არსებობს, სწორედ ამაზე მიუთითებს ცვლადიც. მაგრამ ჩვენ თუ strings შევქმნით მეორე გზით, ანუ string კლასის ობიექტად, ამაში string pool-ი აღარ მონაწილეობს და ის ცალკეულად ინახება მეხსიერებაში. და ასეთი მნიშვნელობის ახალი string-იც რომ შევქმნათ, ისიც ცალკეულად შეინახება მეხსიერებაში. String არის immutable, ანუ უცვლელი, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი რედაქტირება არ შეგვიძლია. მოდი განვიხილოთ ისეთი მაგალითი, სადაც ერთი შეხედვით string-ი არის რედაქტირებადი მონაცემთა ტიპი. მოდი შევქმნათ string ტიპის ცვლადი სახელად message, რომელიც შეინახავს მნიშვნელობას hello-ს. და მოდი ახლა ამ ჩვენ ცვლადს მივამატოთ მნიშვნელობა world. ჩვენ თუ ამ ცვლადს დავპრინტავთ, ნახავთ, რომ მისი მნიშვნელობა ნამდვილად შეიცვალა. და ახლა hello-ს ნაცვლად, ცვლად message-ში არის მნიშვნელობა hello world. ერთი შეხედვით ჩვენ დავარედაქტირეთ ჩვენი ცვლადი, რომელიც არის string ტიპის. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ასე მარტივად არაა. მოდი ვნახოთ, თუ როგორ შეინახებოდა ეს ყოველივე მეხსიერებაში. როგორც ხედავთ, როდესაც გამოვაცხადეთ ცვლადი სახელად message, ის string pool-ში შეინახა, ხოლო შემდეგ, როდესაც ის შევცვალეთ და მივამატეთ ახალი მნიშვნელობა world, მისთვისაც ახალი ადგილი გამოიყო string pool-ში. როგორც ხედავთ, ჩვენი string-ი არ შეცვლილა და მისთვის უბრალოდ ახალი ადგილი გამოიყო მეხსიერებაში. მოდი განვიხილოთ string კლასის რამოდენიმე მეთოდი. პირველი მეთოდი არის length, რომელიც აბრუნებს სტრიქონის სიგრძეს. მაგალითად, message length. თუ გავუშვათ პროგრამას, ვნახავთ, რომ ჩვენი სტრიქონი არის 4 სიგრძის. ასევე მეთოდები to uppercase და to lowercase საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი სტრიქონი გადავაქციოთ ან მაღალი რეგისტრის ასოებად, ან დაბალი რეგისტრის. ასევე შეგვიძლია char-et მეთოდის დახმარებით მივწვდეთ სტრიქონის კონკრეტულ ინდექსზე მდგომ ელემენტს. მაგალითად, message char-et 0 დააბრუნებს სტრიქონის ნულოვან ინდექსზე მდგომ სიმბოლოს, რაც ამ შემთხვევაში არის q. Substring მეთოდი გვეხმარება ავიღოთ სტრიქონის რაღაც questring-ი. მას გადაეცემა ორი არგუმენტი. პირველი არის substring-ის დასაწყისი ინდექსი, ხოლო მეორე არის substring-ის ბოლო ინდექსი. OOP-ზე საუბარი დავიწყოთ მისი 4 მთავარი თემის ჩამოთვლით. მემკვიდრეობითობა, ენკაპსულაცია, პოლიმორფიზმი და აბსტრაქცია. წარმოიდგინეთ, აშენებთ ქალაქს და დაგავალეს, რომ ქალაქში უნდა ააშენოთ სხვადასხვა ტიპის შენობები: სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები. ჩვენი ქალაქის მაგალითში ბევრი საერთო შეიძლება ჰქონდეს საბავშვო ბაღის შენობას სკოლის შენობასთან. ორივეს შეიძლება ჰქონდეს რაღაც კარები, ფანჯრები, მისამართი. იმის ნაცვლად, რომ ბაღის და სკოლის კლასებში გავიმეოროთ ერთი და იგივე, უმჯობესი იქნება, რომ შევქმნათ რაღაც ზოგადი building კლასი, რაც გააერთიანებს იმ საერთოს, რაც შეიძლება სხვადასხვა ტიპის შენობებს ჰქონდეთ. მემკვიდრეობითობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ იერარქიული კლასიფიკაციები. შეიძლება ითქვას, რომ მემკვიდრეობითობა არის დამოკიდებულება კლასებს შორის, როდესაც გვაქვს რაღაცა ზოგადი კლასი, სუპერკლასი, იგივე მშობელი კლასი და ქვეკლასი, ანუ შვილი კლასი. ჩვენს მაგალითში ზოგადი კლასი იქნება building კლასი, ხოლო მისი მემკვიდრე იქნება კონკრეტული რაღაც kindergarten კლასი ან school კლასი. მოდი სანამ კოდს დავწერთ, ვახსენოთ ერთი ფაქტიც. Java-ში მიღებული სტანდარტია, რომ პროგრამა გაეშვება რაღაც საწყისი წერტილიდან. ეს საწყისი წერტილი კი არის main კლასში ჩაწერილი main მეთოდი, რომელიც არგუმენტად იღებს string-ების მასივს. აქამდე ჩვენ ვიყენებდით მის გამარტივებულ ვერსიას. ახლა კი მოდი დავწეროთ ჩვენი building კლასი. building კლასი იქნება ველები number of floors და მისამართი. ასევე შევქმნათ ქვეკლასები class house, class school. და რა თქმა უნდა, ამ შულ კლასებსაც გავუწეროთ კონკრეტული თვისებები და მეთოდები.
მაგალითად, სახლს ჰქონდეს ველი Julian has garden და მეთოდი ring doorbell. სკოლის კლასში კი გავწეროთ ველი int number of students და მეთოდი start school. იმისთვის, რომ ჩვენი house და school კლასი გავხადოთ building კლასის მემკვიდრე, ამისთვის არსებობს საკვანძო სიტყვა extends. Class house extends building. და class school extends building. მოდი ახლა ჩვენი პროგრამის საწყის წერტილში, ანუ main მეთოდში შევქმნათ ამ კლასის ობიექტები. House, my house. The school. რადგან house და school კლასები არის building კლასის ქვეკლასები, შესაბამისად შეგვეძლება მათი ობიექტებით მივწვდეთ მშობელი კლასის ველებსაც. My house number of floors, რომელიც არის მშობელი კლასის ველი, იყოს მაგალითად 12. My house address იყოს qubit 1. ასევე მივანიჭოთ მნიშვნელობები სკოლის ობიექტსაც. My school number of floors. მოდი ახლა მნიშვნელობები მივანიჭოთ ამ კლასების ველებსაც. My house has garden იყოს true. My school number of students იყოს 3. ჩვენი ობიექტების მნიშვნელობების სანახავად კი მოდი დავპრინტოთ ისინი. დავპრინტოთ სახლის სართულების რაოდენობა, მისი მისამართი და აქვს თუ არა ბაღი და ასევე იგივე დავპრინტოთ სკოლაზე. გავუშვათ კოდი და ვნახოთ შედეგი. ასევე შეგვიძლია გამოვიძახოთ ამ კლასის მეთოდებიც. სხვათა შორის წერტილი არის სელექტორი, რის დახმარებითაც შეგვიძლია მივწვდეთ ობიექტის მეთოდებს და ველებს. როგორც ვნახეთ, შვილ კლასებს მემკვიდრეობითობით გადაეცემა მშობელი კლასის ყველა ველი და მეთოდი. ენკაპსულაცია გვეხმარება private keyword-ის დახმარებით დავმალოთ დეტალები, რომლის გამოყენებაც არ გვჭირდება. ეს მომავალი პრობლემებისგან აგვარიდებს თავს და ასევე უფრო ამარტივებს კოდის წერას. Private საკვანძო სიტყვის გარდა ასევე გვაქვს public. ის წვდომის მოდიფიკატორია და შინაარსობრივად private-ის საპირისპიროა. Public-ი ველს ან მეთოდს საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის. ენკაპსულაცია გვაძლევს საშუალებას, რომ რაიმე ველს სანამ შევსვით, გავატაროთ რაღაც ვალიდაციის პროცესში. მოდი ამის საჩვენებლად ჩვენს building კლასში დავამატოთ მეთოდი void set floor count, რომელიც არგუმენტად მიიღებს flats number of floors. და შევამოწმოთ, თუ სართულების რაოდენობა ნაკლები ან ტოლი 0-ზე, მოდი დავპრინტოთ მესიჯი. House needs to have at least 1 floor. სხვა შემთხვევაში კი მიღებული მნიშვნელობა მივანიჭოთ ჩვენს ობიექტის ველს. ასე ჩვენ ვიცავთ number of floors ველს არასწორი მნიშვნელობებისგან. ამ მაგალითში ჩვენ გამოვიყენეთ ეგრეთ წოდებული setter მეთოდი, რომელიც გვაძლევს საშუალებას რაიმე ველს მივანიჭოთ მნიშვნელობა. ასევე შეგვიძლია დავწეროთ getter მეთოდი, რომელიც დაგვიბრუნებს ამ ველის მნიშვნელობას.
number of floors, რომელიც დააბრუნებს number of floors. მოდი დავუბრუნდეთ ჩვენი სკოლის ობიექტს. როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ building class გავუწერეთ setter და getter მეთოდები, მაინც შეგვიძლია მივწოდეთ მის ველებს. მაგრამ საკმარისია ჩვენ building class-ის ველები გავხადოთ private, მაგალითად int number of floors იყოს private. თუ დავუბრუნდებით ჩვენს ობიექტთან, ნახავთ, რომ აღარ შეგვიძლია მივწოდეთ number of floors ველს. მაგრამ როგორც გახსოვთ, ჩვენ დავწერეთ getter და setter მეთოდი. getter-ი დაგვეხმარება იმაში, რომ მივწოდეთ ამ ველს, ხოლო setter-ი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მასში რაღაც მნიშვნელობა შევინახოთ. მაგალითად, ახლა რადგან მჭირდება, რომ სახლის number of floors იყოს 12 სტოლი, ამისთვის გამოვიყენებ setter მეთოდს. ასევე რადგან MySQL-ის ობიექტიც იყენებს number of floors, ამ შემთხვევაშიც დაგვჭირდება setter-ი. ხოლო მე-13 და მე-17 ხაზებზე, სადაც print out number of floors-ის მნიშვნელობას, აქ გამოგვადგება getter მეთოდი. როგორც გითხარით, setter მეთოდი გვეხმარება ასევე იმაში, რომ რაღაც ვალიდაციაში გავატაროთ ის მნიშვნელობა, რომლის მინიჭებაც გვინდა ამ ობიექტისთვის. მაგალითად, მოდი house floor count-ი იყოს -1 და დავპრინტოთ სახლისთვის სართულების რაოდენობა. My house get number of floors. და სანამ ჩვენ პროგრამას გავუშვებთ, დავაკომენტაროთ ზედმეტი რაღაცები, რის გამოტანაც არ გვინდა კონსოლში. როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევეცადეთ დაგვესეთ ამ მნიშვნელობა -1 სართულებისთვის, ისევ 12 დარჩა. და ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ setter მეთოდში გვაქვს პატარა ვალიდაციის მექანიზმი. ვამოწმებთ, თუ სართულების რაოდენობა ნაკლები ან ტოლი 0-ზე, print out messages, სხვა შემთხვევაში კი უბრალოდ ვანიჭებთ მნიშვნელობას. პოლიმორფიზმის დახმარებით შეგვიძლია super კლასში გაწერილი მეთოდები შვილმა კლასებმაც გამოიყენონ და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა კიდევაც მათი იმპლემენტაცია. ჩვენს მთავარ კლასში building შევამატოთ მეთოდი warning alarm, რომელიც იქნება განგაშის სიგნალის მანიშნებელი. რომელიც დაპრინტავს warnings. building class-ის ქვეკლასებში შეგვიძლია გადავფაროთ warning alarm მეთოდი და მას გავუწეროთ ამ კლასისთვის დამახასიათებელი გაფრთხილება. როგორც ხედავთ, house სახლშიც გამოჩნდა მეთოდი warning alarm, მაგრამ მას თავზე აქვს საინტერესო რაღაც override, რაც ანოტაციაა. ანოტაციებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ ახლა უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს override. override ნიშნავს მშობელი კლასის მეთოდების შვილ კლასში გადაფარვას. ახლა შეგვიძლია სახლისთვის დამახასიათებელი warning-ი ჩავწეროთ აქ. მაგალითად, please don't use elevator. რაღაც საფრთხის შემთხვევაში არ გამოიყენონ მაგალითად ლიფტი. ასევე warning alarm-ი შეიძლება განსხვავებული იყოს სკოლისთვის. მისთვის დამახასიათებელი მესიჯი კი იქნება students please stay seated. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გადაფარული მეთოდის დასაბრუნებელი მნიშვნელობა და სახელი უნდა ემთხვეოდეს მშობელი კლასისას. ახლა კი თუ სკოლის და სახლის ობიექტზე გამოვიძახებთ მეთოდს warning alarm, ნახავთ, რომ დაგვიბრუნდება ის მნიშვნელობები, რომელიც ამ კონკრეტულ კლასებშია დაწერილი. დავუბრუნდეთ main მეთოდში. შევქმნათ house კლასის ობიექტი my house. და school კლასის ობიექტი. ორივე ობიექტზე გამოვიძახოთ ეს მეთოდები. პროგრამის გაშვების შემდეგ ვნახავთ, რომ სახლისთვის დაგვიბრუნდა მესიჯი please don't use elevator, ხოლო სკოლისთვის მესიჯი students please stay seated. ამგვარად მეთოდის გადაფარვის დახმარებით ჩვენ შევძელით, რომ მშობელ კლასში დაწერილი მეთოდის იმპლემენტაცია შეგვეცვალა და გაგვეკეთებინა ის უფრო სპეციფიური შვილი კლასებისთვის.
ობიექტების შექმნა შეგვიძლია მეორენაირადაც. მაგალითად, building another house უდრის new house. ობიექტის მარცხენა მხარეს მის სტატიკურ ტიპს უწოდებენ, ხოლო მარჯვენას დინამიურს. ამ შემთხვევაში ჩვენი another house ობიექტი სტატიკურად არის building ტიპის, ხოლო დინამიურად house ტიპის. Java-ში შეგვიძლია შევქმნათ ობიექტები, რომელიც სტატიკურად იქნება მშობელი ტიპის და დინამიურად იქნება შვილი ტიპის. მაგრამ პირიქით არ შეგვიძლია. განსხვავება ამ ორ შორის არის ის, რომ ობიექტს აქვს წვდომა მისი სტატიკური ტიპის შესაბამისი კლასის წევრებზე და მათ გადაფარულ ვარიანტებზე დინამიურ ტიპში. პოლიმორფიზმის დამახასიათებელი კიდევ ერთი თვისება არის overloading-ი, ანუ გადატვირთვა. overloading-ის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ერთ კლასში გქონდეს რამოდენიმე ერთი და იგივე სახელის მქონე მეთოდი, მაგრამ ისინი აუცილებლად უნდა განსხვავდებოდნენ ან return ტიპით, ან პარამეტრებით, ანუ method signature-ით. overloading-ის საჩვენებლად გავაკეთოთ კლასი კალკულატორი. რომელშიც გვექნება მეთოდი jam. ის პარამეტრად მიიღებს ორ int ტიპის ცვლადს, int a და int b და დააბრუნებს მათ jam-ს. ასევე გავაკეთოთ კიდევ ერთი jam-ის მეთოდი, მაგრამ ახლა ის განსხვავდებოდეს return ტიპით. მაგალითად, ეს მეთოდი აბრუნებდეს double ტიპის ცვლადს. საბოლოოდ დავწეროთ კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც დააბრუნებს int-ს, მაგრამ განსხვავებული იქნება პარამეტრების რაოდენობით. ეს მეთოდი აბრუნებს int-ს და არგუმენტად იღებს სამ int ტიპის ცვლადს, int a, int b და int c. overloading-ის დახმარებით კალკულატორ კლასში გვაქვს სამი ერთი და იგივე სახელის მქონე მეთოდი, რომელიც განსხვავდება მეთოდის ხელწერით და გამოგვადგება სხვადასხვა სიტუაციებში. აბსტრაქცია ნიშნავს კომპლექსური იმპლემენტაციების დამალვას და მხოლოდ საჭირო ფუნქციონალის ჩვენებას. ამის მისაღწევად Java-ში გვაქვს აბსტრაქტული კლასები და ინტერფეისები. აბსტრაქტული კლასი არის მცნებო პროგრამირებაში, რომელიც აღწერს ზოგად მახასიათებლებს და ქცევებს, მაგრამ არ არის განკუთვნილი რაღაც კონკრეტული ობიექტების შესაქმნელად. ის წარმოადგენს ჩარჩოს სხვა უფრო კონკრეტული კლასებისთვის. აბსტრაქტულ კლასში შეიძლება გქონდეს აბსტრაქტული მეთოდები და ჩვეულებრივი მეთოდები. აბსტრაქტული მეთოდი არის მეთოდი, რომელსაც არ აქვს ტანი. და სწორედ ეს აბსტრაქტული მეთოდები მალავს იმ კომპლექსურ იმპლემენტაციას, რომელიც შეიძლება ამ მეთოდის გამოძახებით მივიღოთ. მაგალითად, როდესაც ყავის აპარატზე ხილაკს აწვევით, არ გაინტერესებთ ის როგორ მუშაობს. ჯერ წყალს ადუღებს, შემდეგ ყავას ფქავს, თუ სხვა რაღაც. ამის საჩვენებლად კი მოდი დავწეროთ მაგალითი. შევქმნათ აბსტრაქტული კლასი coffee machine, რომელსაც ექნება ორი მეთოდი, ესე ვთქვათ, ორი ღილაკისთვის, პირველი იქნება მაგალითად ესპრესოს გასაკეთებლად, მეორე ლატეს. როგორც ვახსენეთ, ვერ შევქმნით აბსტრაქტული კლასის ობიექტს, მაგრამ შეგვიძლია ეს კლასი დავაექსტენდოთ სხვა კლასში. შევქმნათ კლასი fancy coffee machine, რომელიც იქნება coffee machine აბსტრაქტული კლასის იმპლემენტატორი. როგორც ხედავთ, IntelliJ-ს მიგვანიშნებს, რომ გადავფაროთ აბსტრაქტული მეთოდები. ის კომპლექსური ნაბიჯები, რაც შეიძლება ესპრესოს ან ლატეს გაკეთებას დაჭირდეს, სწორედ შვილი კლასის პასუხისმგებლობაა, რომ შეასრულოს. ჩვენს მეთოდებში ყავის გაკეთების სიმულაციისთვის დავწეროთ პატარა პრინტები. Brewing water, making espresso. ლატეს შემთხვევაში კი brewing milk, latte done. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ტიპის ყავის აპარატი არსებობს და ჩვენი აბსტრაქტული კლასით coffee machine შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის ყავის აპარატი შევქმნათ. და ის ფუნქციონალი, რაც ესპრესოს გაკეთებას და ლატეს გაკეთებას სჭირდება, რა თქმა უნდა, უკვე ამ კონკრეტული კლასების პასუხისმგებლობა იქნება.
მემკვიდრეობითობის განხილვის დროს შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა. შესაძლებელია თუ არა Java-ში ერთ კლასს ყავდეს რამდენიმე მშობელი. Java-ში multi-level inheritance არ არსებობს, მაგრამ მისი მიღწევა შესაძლებელია ინტერფეისების დახმარებით. ინტერფეისები აბსტრაქტული კლასების მსგავსად ემსახურებიან მისიას დამალონ კომპლექსური იმპლემენტაცია. ამის საჩვენებლად კი გავაკეთოთ ინტერფეისი printable. Printable interface ჩავუწეროთ მეთოდი void print. შევქმნათ კიდევ ერთი ინტერფეისი drawable. რომელსაც ექნება მეთოდი draw. საბოლოოდ კი შევქმნათ კლასი document, რომელიც დაიმპლემენტებს printable და drawable ინტერფეისებს და ვალდებული იქნება გადაფაროს თითოეულის მეთოდები. კლასების შემთხვევაში ჩვენ ვიყენებდით keywords extends. ინტერფეისების შემთხვევაში ამისთვის გვაქვს implements. ამიტომ ჩვენ document class დავწერთ implements printable ძიმე drawable. და აქაც IntelliJ მიგვანიშნებს, რომ ვალდებულები ვართ გადავფაროთ ამ ინტერფეისის ყველა მეთოდი. შევავსოთ ამ მეთოდების პანიც და დავწეროთ პრინტები. დროს შემთხვევაში document is being drawn. პრინტის შემთხვევაში document is being printed. როგორც მიხვდით, თუ რაიმე კლასის მეთოდის გამოძახება ან ველზე ცდომა გვჭირდება, საჭიროა შევქმნათ ამ კლასის ობიექტი, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება დაგვჭირდეს რაღაც მეთოდი ობიექტის შექმნის გარეშე გამოვიძახოთ. ამის კარგი მაგალითია main მეთოდი, რომელიც არის სტატიკური და მისი დახმარებით ირთვება ჩვენი კონსოლის აპლიკაციაც. როდესაც მეთოდი ან ველი არის static, მისი გამოყენება შეგვიძლია სხვა კლასებიდან ობიექტების შექმნის გარეშე. სხვა სიტყვებით, კლასის სტატიკური წევრი არის საერთო ამ კლასის ყველა ობიექტისთვის. ამის საჩვენებლად შევქმნათ კლასი myClass. მას ექნება ერთი სტატიკური მეთოდი sayHello, რომელიც დააბრუნებს messages. Hello from myClass. დავბრუნდეთ main class-ში და რადგან ჩვენი მეთოდი sayHello არის სტატიკური, შევძლებთ მის გამოძახებას შემდეგნაირად. კლასის სახელი, ანუ myClass წერტილი sayHello. ანუ არ დაგვჭირდა myClass-ის ობიექტის შექმნა. Java-ში სხვადასხვანაირად გამოცხადებულ ცვლადებს სხვადასხვა არსებობის ხანგრძლივობა აქვს. მაგალითად, local variable, რომელიც გამოცხადებულია მეთოდის ტანში, ან რაღაც ბლოკში. ის ცოცხალია მხოლოდ მეთოდის გამოძახების და მოქმედების დროს და ნადგურდება, როცა მეთოდი წყვეტს მუშაობას. Instance variable, რომელიც გამოცხადებულია კლასში, მაგრამ მეთოდის გარეთ, ის ცოცხალია იქამდე, სანამ არსებობს ამ კლასის ობიექტი. ასევე არსებობს პარამეტრები, რაც გადაეცემა მეთოდს, ისინი local variable-ის მსგავსად ცოცხალია მხოლოდ მეთოდის გამოძახების და მოქმედების დროს. ბოლოს კი static variables, ანუ სტატიკური ცვლადები, რომელიც ცოცხალია პროგრამის დაწყებიდან, ანუ ჩატვირთვიდან დასრულებამდე. ამ ლექციაში ბევრ თემას შევეხეთ. მადლობა, ვინც აქამდე მოხვედით. ჩვენი შემდეგი თემა იქნება მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები. მომავალ შეხვედრამდე.